გეტყვი როგორ გაურბიხარ წერტილს, სადაც შვება და შენი ზრდაა მოსალოდნელი. იმიტომ რომ ტვინი ენერგიის დაზოგვას ამჯობინებს. ეს აბსოლუტურად ნორმალური, ეს ასეა მოწყობილი ზრდის წერტილი, ტრამვის გაცნობიერებაა და რადგან მას დიდი კოგნიტური ენერგია სჭირდება, ამის თავიდან ასარიდებლად ის არაცნობიერ манипуляციურ სტრატეგიებს იყენებს. ტვინისთვის ენერგიის დაზოგვა უმთავრესი არის, ამიტომ როგორც კი ტრამვის გაცნობიერების წერტილს მიადგები, ის თავიდან არიდების მექანიზმებს ვრთავს. მაგალითად, თავს არიდებ კონკრეტულ სიტუაციებს, საუბრებს, ადგილებს, მოგონებებს სქროლვაში გაურბიხარ, ან ალკოჰოლით და ნივთიერებებით ცდილობ გაჩუმო სევდა, დარდი და შიში. როცა საუბარი რაღაც კონკრეტულზეა, არალოგიკურად ფოკუსი სრულიად სხვა საკითხზე გადაგაქვს, ან არაკონკრეტულ, ზოგად, ზედმეტად ვრცელ პასუხებს აბრუნებ კითხვებზე. თუ ამბობ, რომ ეგ არაფერი დიდი ამბავი, სხვა ჩემზე უარეს დამარცხნი, ან ტკივილს ლოგიკურ ახსნას უძებნი და ამ დროს ემოციურად სიცარიელია, ვერაფერს გრძნობ. ზედმეტად ბევრ საქმეს იღებ შენს თავზე და საკუთარ თავთან ერთი წუთიც ვერ ახერხებ, რომ დარჩე. თუ მაგალითად საკუთარ თავს აიძულებ, რომ პოზიტიური იყო და ამბობ, რომ ამ კონკრეტულ თემაზე საუბარი არ გინდა. ეს ნიშნებია, რომ ეხები ტრამვას, რომლის გაცნობიერებაც შეგცვლის. გონება კი თავგზას გირევს, არადა თუ დააკვირდები შენს ქმედებებს და ამოიცნობ ტვინის სტრატეგიებს, მიხვალ იქ, სადაც შვება გელოდება, იქ, სადაც შენი ზრდა იწყება, სადაც წინსვლა და განთავისუფლება. ასეთ სტრატეგიები ტვინს შენთვის უამრავი აქვს მზად, ამიტომ თუ დაინტერესდი, მომწერე და თვითონ მათგანზე უფრო ცლად გიპასუხებ.